გამარჯვებული აღა მაჰმად ხანი თბილისის გოგირდის აბანოებს ესტუმრა. საჭურის ირანში უთხეს, რომ გოგირდი მას მამაკაცურ ღირსებას აღუდგენდა. აბანოდან გამოსულმა იმედგაცრუებულმა შაჰმა ქალაქის სრული განადგურება ბრძანა. ნადგურდებოდა თბილისი, ინგრეოდა ლამაზი შენობები, გაიძარცვა ქართული და სომხური ეკლესიები, დაანგრიეს კათოლიკური ეკლესია, შიიტების მეჩეთიც არ დაინდეს და იქ შეფარებულები დახოცეს. დაინგრა მეფის სამსართულიანი ლამაზი სასახლე, განადგურდა თოფხანა, სტამბა, ზარაფხანა, გოგირდის აბანოები, დაწვეს წიგნსაცავები, დაინგრა ხიდები, მთელ ქალაქში დაძრწოდნენ ყაჩაღთა ბრბოები. ქართველი და სომეხი მღვდლები შეიპყრეს და ხელთოხშეკრული მეტეხის ყლდიდან ტყვარში გადაყარეს. თუმცა ერეკლე ამ მარცხმა მაინც ვერ გატეხა. ანანურში თავშეფარებულმა მეფემ ახალი ძალების მობილიზება დაიწყო. 4000 სპარსელი გაანადგურა ჟინვალთან არაგველებისა და თათრების გაერთიანებულმა რაზმმა. აღა მაჰმად ხანი 20 სექტემბერს ისე აიღარა და სპარსეთში ისე წავიდა, ერეკლე ვერ მოიხელთა და ვერც ქართლ-კახეთის მორჩილებას ეღირსა. ქრწანისის ტრაგედიის შემდეგ მეფის ოჯახი საცხოვრებლად თელავში გადავიდა და დედაქალაქის აღდგენა ენერგიულად დაიწყეს. 1796 წელს ერეკლემ პირადად ილაშქრა განჯის სახანოზე, გაათავისუფლა თბილისიდან წაყვანილი 1000 ტყვე და ისევ დახარკა სახანო. 1796 წელსვე რუსეთმა ირანს ომი გამოუცხადა. პეტერბურგის ინტერესები კასპიის რეგიონში სავაჭრო კვანძების ხელში ჩაგდება იყო. რუსები ერეკლეს ეუბნებოდნენ, რომ მათი მიზანი ამიერკავკასიაში ძლიერი ქრისტიანული სახელმწიფოს შექმნა იყო. თუმცა 1796 წლის ბოლოს ეკატერინე მეორე გარდაიცვალა და ქვეყანამ სამხედრო ოპერაცია შეწყვიტა. აღა მაჰმად ხანმა ჩათვალა, რომ ახლა ისევ მისი დრო დადგა. მოდი და მოწყალება ითხოვე, ეწერა ერეკლესადმი შუშის ციხიდან გამოგზავნილ წერილში. რუსებმა ქართული მოკავშირე ისევ მიატოვეს. როდესაც მათი უკანასკნელი ბატალიონები საქართველოს ტოვებდნენ, აღა მაჰმად ხანი თბილისისაკენ მოიწევდა. მაგრამ